სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, შეეწიოს წმინდა აბო თბილელი, თბილის და სრულიად საქართველოს, ვიცით რომ განსაკუთრებული მფარველია წმინდა აბო ჩვენი ქალაქისა. ღმერთმა დაგლოცოთ, ვინც მობრძანდით ეზიარეთ საკურნებელად სულისა და ხორცისა იყოს წმინდა ზიარება თქვენთვის. სახურების დროს ჩვენ დღეს მოვისმინეთ ადგილი მათეს სახარებიდან, სადაც უფალი გვიცხადებს პირველ მცნებას სახარებაში, ახალ აღთქმაში და მანამდე, სანამ ამ მცნებას მოვისმენთ, მანამდე ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებია ახალ აღთქმაში, მათეს სახარების ამ ნაწილში, ნათქვამი, რომ ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, დიდი სინათლე იხილა. სიკვდილის ჩრდილქვეშ ვხდომთ, სინათლე აღმოუბრწყინდა. ხვდებით ყველა, რომ ეს მაცხოვრის განკაცებაზე აქვს საუბარი, 1000 წლეულების განმავლობაში ელოდებოდა ჯერ კიდევ ადამ და ევას დაცემის შემდეგ ადამიანთა დიდი უმრავლესობა მესიის მოვლინებას და სწორედ აი მესიაზეა აქ ნათქვამი, რომ ერი, რომელიც ბნელში იჯდა, გამოუბრწყინდა ნათელი მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტეს სახით. მაგრამ ჩვენ იოანეს სახარებაში ასეთ რამესაც ვკითხულობთ, რომ სინათლე მოვიდა წუთის ოფელში, მაგრამ ადამიანებმა სინათლეზე მეტად ბნელი შეიყვარეს. მაცხოვარი განკაცდა, მოვიდა, გამოიხსნა ადამიანი, მიგვაახლოვა ცათა სასუფეველთან, მაგრამ არა მარტო მაშინ, დღევანდელ დღემდე ადამიანთა დიდი უმრავლესობა სამწუხაროდ ისევ ბნელშია, ისევ არ მიდის, ისევ არ მიილტვის იესო ქრისტესკენ, სამწუხაროდ. და კიდევ უფრო მძიმე არის ის, რომ ბნელში მყოფ ადამიანებს თავი ნათელში გონიათ. ანუ სინანული ვერ მოდის ასეთ ადამიანთან. უკვე მას გონია, რომ ყველაფერი კარგად აქვს და სწორად აქვს და თავისთავად რანაირად მივა მასთან სინანული, როდესაც ადამიანს თავი უკვე კარგი გონია. და სიბნელეში ძალიან ბევრი რამე შეიძლება ვიგულისხმოთ. ჩვენი ანპარტავნება, ჩვენი პატივმოყვარეობა, ჩვენი ანგარება. ხედავთ ირგვლივ ხო ადამიანები ადამიანებს საკუთარი ინტერესის გამო, საკუთარი სარგებელის გამო, თუნდაც მატერიალური სარგებელის გამო როგორ წირავენ სამწუხაროდ. ესეც რა თქმა უნდა არის სიბნელე. და პირველი მცნება, რაც წმინდა წერილში ხდება და დღეს სახარების დროს მოვისმინეთ, ეხება სინანულს, რომ მაცხოვარმა რომ დაიწყოს ქადაგება, პირველი რასაც ადამიანებს შეაგონებდა და დაარიგებდა, იყო ეს: შეინანეთ, რამე თუ მოახლოვდა ცათა სასუფეველი. სინანული ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისათვის, თუ კი მას სურს, რომ ნათელი იხილოს. სხვა შემთხვევაში, თუ კი ადამიანი ამ სინანულისკენ არ მიილტვის, ცვლილებებისკენ არ მიილტვის, რომ შეიცვალოს, დაიწყოს ქრისტესკენ, თუნდაც პატარა ნაბიჯებით სვლა, ყველა შემთხვევაში ასეთი ადამიანი ბნელში რჩება. განა რამდენი დაგვრჩა ციცოცხლეს, 100 წელზე მეწყო, ვერ ცოცხლობ, ვერ ამინდა. ერთხელ ვიბადებით, ერთხელ ვევლინებით ამ ქვეყანას და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი სული წავაგოთ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ცათა სასუფეველი დავკარგოთ. არ უნდა ვისხდეთ ბნელში, უნდა მოვინდომოთ, რომ უფლისკენ პატარ-პატარა ნაბიჯები მაინც გადავდგათ. წმინდა წერილში ასევე მაცხოვარი შეგვაგონებს და გვეუბნება, რომ მე ვარ პური სიცოცხლისა. ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ იცოცხლებს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ,
ანუ აქ როდესაც ეს სიტყვები მეორდება ჭეშმარიტად ან ამინ ეს ნიშნავს რომ ძალიან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს უფალი აი ამ ადგილზე აი ამ მომენტზე რასაც ბრძანებს და ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ თუ არ ჭამთ კაცის ძის ხორცს და არ სვავთ მის სისხლს არ გაქვთ სიცოცხლე თქვენში ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემს სისხლის მსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს აი ამ ხელა მნიშვნელობა აქვს ზიარებას ადამიანები რომლებიც თავს ქრისტიანებად თვლიან და ზიარებისგან შორს არიან ქრისტეს სისხლისგან და ხორცისგან შორს არიან სინანულისგან შორს არიან სამწუხაროდ წმინდა წერილი გვეუბნება რომ ასეთი ადამიანები არიან ბნელში ამიტომ უნდა ვიკითხოთ წმინდა წერილი წავიკითხოთ სახარება ეს არ არის უბრალოდ წიგნი ეს არის სიცოცხლის წყარო ეს არის სულის საკვები რომლითაც უნდა ცოცხლობდეს თითოეული ადამიანი და სხვა შემთხვევაში ჩვენი გონება ვერ განათლდება ჩვენი გონება ვერ წავა უფლისაკენ ჩვენი სული ვერ გადარჩება თუ კი ჩვენი მონდომება არ იქნება მერთმა დაგლოცოთ მერთმა გაგახაროთ მერთმა ინებოს რომ აი ეს სინანული რასაც მაცხოვარი გთხოვს რომ შევინანოთ რამე თუ მოახლოვდა ცათასასუფლებელი რასაც იოანე ნათლისმცემელი ამბობდა რომ შეინანეთ რამე თუ მოახლოვდა ცათასასუფლებელი აი ეს გავიგოთ რა არის სინანული რაში გჭირდება სინანული და უნდა გვახსოვდეს რომ სინანული არის ხიდი რომელსაც უფალთან მივყავართ სხვა შემთხვევაში ეს ხიდი არ არსებობს და უფლამდე ვერ მივალთ მერთმა დაგლოცოთ და მერთმა გაგახაროთ მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით აქ მობრძანებულები არიან და ილოცება შემდეგი გვარები ახალაიები ნინაშვილები პარსალიშვილები და ჩუტკერაშვილები მერთმა დაგლოცოთ მერთმა გაგახაროთ და მერთმა გაგამრავლოთ მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევა თითოეულ თქვენგანს ამინ ჩვენთან არის ღმერთი